უფალი არის მოწმე იმისა, თუ როგორ ვექცევით მოხუცებსა და ავადმყოფებს, რომლებიც ყოველ დღეს შიმშილით ან სნეულებით იტანჯებიან. ისინი ჩვენი სინდისი და მთავარი პასუხისმგებლობაა ღვთის წინაშე. დამცირებულნი, მშიერნი და მარტოხელა ქართველი მოხუცები. ისინი ყველას მიერ დავიწყებულნი არიან, მაგრამ არა ჩვენ მიერ, მეგობრებო. მიზეს სახსნა არ აქვს. ჩვენ ვექცევით მათ ისე, როგორც ბავშვების სათამაშოებს, მაგრამ ბებია-ბაბუების სახით სათამაშოები არ არსებობს. ბავშვები არ აწვენენ მათ დასაძინებლად, არ კვებავენ და არ ასმევენ. ბიზნესმენები ფიქრობენ ფულზე, ხოლო მოხუცები და ავადმყოფები არ იყიდებიან, მაგრამ კანონმდებლები ხომ არსებობენ. საჭიროა ბებიებზე გადასახადის გაუქმება, ბიზნესმენმა გონება უნდა ჩართოს და ნელ-ნელა შემდეგ კი მასობრივად საქმე წაიწევს. სინაის მთაზე ათმცნებაში და ეს არის ჩვენი ქცევის ერთადერთი წესდება, უფალმა ყველა ხალხს მისცა წესები, რომლებიც ჩვენ სულებში ცხოვრობს, თუნდაც რელიგიურები არ ვიყოთ. და ეს კიდევ ერთი სასწაულია. პირველი, მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენ და ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე. მეორე, არ აქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათაშინაზე და რაოდენი არს ქვეყანასაზე და ქვე და რაოდენი არს წყალთაშინა ქვეშე ქვეყნისა, არა თაყვანისცე მათ, არც ამსახურებდე მათ. მესამე, არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსაზე და მეოთხე, მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმინდა ყავი. 6 დღე იქმოდე და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა. მეხუთე, პატივეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღე გრძელიყო ქვეყანასა ზედა. უფალს არაფერი უთქვამს შვილებზე. რადგან ჩვენ ისინი ისედაც გვიყვარს, ვერ ვაცნობიერებთ, რომ აღზრდაზე ცოტა რამ არის დამოკიდებული. 80% შემთხვევაში შვილებს ჩვენი გენები ზრდის. მეექვსე, არა კაცკლა. მეშვიდე, არ იმრუშო. მერვე, არ იპარო. მეცხრე, არა ცილის წამომოყვა საშენსა წამებითა ცრუითა. მეათე, არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა. მეხუთე პუნქტში უფალი ასწავლის რჩეულებს, ქართველები კი რჩეული ხალხია. პატივეც მამასა შენსა და დედასა შენსა. ღმერთმა იცოდა, რომ ბევრ მშობელს უწევს შვილებზე ადრეს სიკვდილი. შვილები უდიდესი იშვიათობის გარდა ვერ არიან უნარიანნი იგრძნონ ისეთი სითბო, როგორიც მშობლებს აქვთ მათ მიმართ. მაგრამ უფალი არც მათ განსჯის. როდესაც თავად დაიწყო დაბერება, დაინახა ადამიანების თვალებში და ქცევებში, ძალიან და ნაკლებად საყვარელთა ადამიანებში, ნოტები და მოქმედებები, რომლებიც მოწმობენ იმას, რომ ისინი არაფერზე ოცნებობენ გარდა ჩემი ფულისა. ფული, ძალაუფლება, დიდება, ეს არის ეშმაკის სტიმულების საშინელი მკვლელობებისთვის და იმამდე მიყვანისთვის, რომ შვილებმა საკუთარი მშობლები მოკლან. მაშინ, როცა მშობლები ყოველთვის მზად იყვნენ ნებაყოფლობით გაეწირათ მათთვის თავიანთი სიცოცხლე. იგივე არეულობაა კანონმდებელთა თავებშიც. რატომ არსებობს ბავშვის უფლებების ობმუცმენი? სხვათა შორის იგი თითქმის არაფერს აკეთებს. მიიღეს კანონი პედოფილების რეესტრის წარმოების შესახებ, როგორც ევროპაშია, რადგან ეს არის დაავადება. გვპირდებოდნენ გასული წლის ოქტომბერში სიების გამოქვეყნებას, რადგან პედოფილები განუკურნებელი ადამიანები არიან. მაგრამ ეს სიები არ არსებობს. იქნებ სწორედ ამ წუთებში, რომელიღაც ნაძირალა ახლოს ცხოვრობს, ტკბილეულით უმასპინძლდება და აუპატიურებს თქვენ შვილს. მიიღეს კანონი ომბუდსმენზე, რომელიც მხოლოდ ბავშვებით არის დაკავებული. Google-ში ვკითხე, თურმე არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ომბუდსმენს მოხუცებზე ეზრუნოს. ნუ თუ, დიახ ასეა. და ვინ უკეთ ცხოვრობს? ყველას უნდა მოეფეროს ლამაზ ბავშვს. მისცეს ტკბილეული, დაეხმაროს, მაგრამ მოხუცებს ყველა თავს არიდებს. თითქოს რაღაც ჭირთ. აი მე მოხუცი ვარ, 74 წლის. ჩემი შვილებისთვის მთელი ძალა დავხარჯე. ღმერთო, არა ადამიანური სიყვარული. მე 11 შვილი მყავს. და შესაძლოა მხოლოდ ნახევარმა იცის, ვინ ვარ მე, რომ მორწმუნე ვარ თუ რა მივეცი მათ მშობლებს, როგორ ვზრუნავდი მათზე. ფეხებზე ვკიდი ვარ. ცოტა ხნის წინ ისრაელში იყო ჩემი შვილიშვილი და ვკითხე მას, აბა მე როგორი ადამიანი ვარ? არ მინდა იტიროთ. ბევრ თქვენგანს მდგომარეობა არც თუ უკეთესი გაქვთ. მაგრამ როგორი იქნებოდა ეს ამბავი მაგალითების გარეშე? და აი Google-ში ჩავწერე კითხვა. ოჯახის წევრების მიერ საკუთარ მოხუცთა მკვლელობები. მე არ ჩაუღრმავდები ისტორიებს. ენას ძვალი არ აქვს და რას გავიგებთ მკვლელები რას ამბობენ.
შეიძლება ვიღაცას დააჯერონ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ. რომ ბებია ისეთი სიძულვილის ღირსი იყო, რომ არ აძლევდა ცხოვრებას. ხოლო მამა უკანასკნელი ნაძირალა. მაგრამ განა შეიძლება ასეთი ქმედებების გამართლება. 100,000 დანაშაული მოხდა გასულ წელს რუსეთში და მათი ნახევარი ნათესავების მიერ არის ჩადენილი. რატომ არ არსებობს ომბუდსმენი მოხუცთა უფლებებისთვის? სინაის მთაზე, სადაც უკვე სამჯერ ვიყავი და დავინახე ცეცხლოვანი სვეტის კვალი. ვულკანური ტბა ქვევით, რომელსაც სხვათა შორის ცოტამთო მიაქცია ყურადღება. ოდესმე გადავიღებ ფოტოს და ვიდეოს და გაჩვენებთ. ღმერთმა მცნება პატივს სცემდე მამას და დედას დაასახელა 10 მცნებიდან ერთ-ერთ უმთავრესად. თუ გსურს მოახლოება შემოქმედთან და თავს მორწმუნე ადამიანად მიიჩნევ. ხოლო ვინ არიან ისინი? მორწმუნე ადამიანები. მომისმინეთ მეგობრებო, ეს უპირველესად ბედნიერი ადამიანები არიან, რადგან ღმერთი ეს არის სიყვარული, რომელსაც დასასრული არ აქვს. აუცილებლად ეძებეთ ამ სიყვარულის გამოვლინება თქვენს ცხოვრებაში. აი როგორ ვაკეთებ ამას მე. მაგალითად მე 100-ჯერ ვიყავი სიკვდილის ზღვარზე, რადგან ყოველთვის განსხვავებული, ფიცხი ხასიათი მქონდა. ერთხელ, როდესაც ჩემი ასაკი არ აღემატებოდა 1 წელსაც, ხოლო დედას მუშაობა უწევდა, მან დამტოვა ერთ ქალთან. მე კი კედელსა და საწელს შორის ჩავვარდი. ანუ ფაქტობრივად მარყუსში მოვხვდი. ძლივს სუნთქავდი, როცა უცებ ოთახში შემოვიდა დედა, რომელიც იმ დროს სახლიდან 10 კილომეტრში იყო. როგორ გაიგო, რომ ვკვდებოდი? როცა აპენდიქსი გამისკდა და სისხლის მოწამვლა დაიწყო. ეს უკვე ჯარის შემდეგ მოხდა. ის თვითმფრინავში იყო და კიევიდან სოჩში მიფრინავდა. ხოლო მე ხარკოვში სასწრაფო წამიყვანა. ნახევარი წელი არ ვურთიერთობდით. სისულელე. მაპატიე დედა, მაგრამ ვიზღავ უთხრა, ის ხომ აღარ არის. აღარც მახსოვს კიდეც რის გამო ვიკამათეთ, მაგრამ მან 1000 კილომეტრის მანძილიდან იგრძნო, რომ ვკვდებოდი და თვითმფრინავიდან გადმოხდა. მაშინ დაფრინავდნენ უზარმაზარი თვითმფრინავები AH-10 პროპელერით. მილიცია, მექიმებმა, ყველა მიფიქრა, რომ გაგიჟდა. ასეთი რამ ფრენების ისტორიაში არ ყოფილა. თვითმფრინავი უკვე ჰერმეტულად იყო დაკეტილი, ხოლო ის გიჟივით გარბოდა ტაქსისკენ. და როდესაც ოპერაციული ბლოკიდან გამომიყვანეს, ის უკვე ჩემი საწოლის კიდეზე იჯდა და თმებზე მეფერებოდა. არ მინდა თქვენი დრო დავკარგო, მაგრამ სიკვდილის კართან ძალიან ახლოს ვიყავი. ასეთი შემთხვევა ბევრი იყო და არა მხოლოდ დედასთან. მოულოდნელად გამოჩნდებოდა ანგელოზი ადამიანურ სამოსში და მიხსნიდა სიკვდილისგან, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. დედა, იმდენად მადლიერი ვარ ღმერთის, რომ მოვასწარე ჩემი სულის ნაწილის მისთვის გაზიარება, როდესაც ის პარალიზებული და 8 წელი საწოლს მიჯაჭვული იყო. მე კი მოვდიოდი. მართალია ბევრ ფულს ვკარგავდი, რადგან ძალიან დიდი ბიზნესი მქონდა და ვართობდი მას. ის მიყვებოდა, როგორ უყვარდა მამა ჩემი, ხოლო მე ვუყვებოდი, როგორ მიყვარს ჩემი შვილები და როგორ ვუყვარ ვარ მათ. თუმცა ეს სიმართლე არ ყოფილა. მათ ჰქონდათ თავიანთი ცხოვრება, მე ეს მესმოდა და მქონდა მიმღებლობა. ეს იყო წლები, ახლა ვეღარც გავიხსენებ. მეხსიერება, ყველა უბედურება ერთ წამში მოხდა. ბავშვები მძიმე დავად გახდნენ. დედაც. დიდი პრობლემები იყო სამსახურში, ყველაფერი ერთად, სანამ მოძღვარი არ ვიპოვე. უფრო სწორად სასწაული. მან აღმომაჩინა, არაფერი მოუთხოვია. შემთხვევითმა შეხვედრამ ჩემი მთელი ცხოვრება შეცვალა. მე უკვე 50 წლის ვიყავი, როდესაც მან ჩემი ყურადღება მიაპყრო უსახლკარო ადამიანებს და თავისი მრევლის რამდენიმე წევრი მაჩვენა. გამიზიარა მათი ისტორიები. მე კი იმდენად დამინტერესდი, რომ შევქმენი ყველაზე დიდი და ერთადერთი საქველმოქმედო ცენტრი ყოფილი SSRK-ს ტერიტორიაზე, რომლის საზრუნავი უსახლკარო ადამიანები იყო. რატომ ისინი? დღემდე ვერ გავცემ პასუხს ამ კითხვაზე. მაგრამ მე დავიწყე უზარმაზარი საქმე. აი დღესაც სიხარულით მახსენდება, როგორ ვატარებდი ერთ-ერთ თავისუფალ დღეს ადამიანებთან, რომლებსაც საზოგადოებაში მიგდებულად მოიხსენიებდნენ, ციხეებში სვამდნენ. მაგრამ ისინი, ვინც უსახლკაროები ხდებოდნენ, მხოლოდ 10%-ის შემთხვევაში და ისიც თუ მათ ასეთი ცენტრი შეხვდებოდათ, როგორიც მე მქონდა. თუმცა ცხადია, არა ციხე, უბრუნდებოდნენ ნორმალურ ცხოვრებას. ეს ფენომენია და არავინ იცის პასუხი.
რატომ მიდიან ადამიანები სოციალური ცხოვრებიდან, რომელსაც ნორმალურს ვუწოდებთ? თითქოს მიზეზი არ არსებობს. მინისტრის ან ქარხნის დირექტორისთვის, თუმცა მყავდა ასეთი უსახლკაროები, რომ მიატოვონ თანამდებობა, დიდება, ფული და ძალაუფლება. ამის შესახებ შეიძლება საათობით ვილაპარაკო, ამიტომ უსახლკაროების თემას დავასრულებ. მადლობა ღმერთს, საქართველოში ისინი თითქმის არ არიან, ხოლო უკრაინაში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ბევრია. ვინაიდან მე გარკვეულწილად ფილოსოფიური განათლება მაქვს და 74 წელი მისრულდება. გეტყვით, რომ საუბარია რჩეულ ადამიანებზე და ადამიანებზე, რომლებიც ღმერთის თვალში არასდროს გახდებიან ასეთები. არ ვიცი რა ელით, სხვისი უბედურების მიმართ გულგრილ ადამიანებს ამქვეყნად და არ მინდა ჯოჯოხეთის ცეცხლით შევაშინო ისინი. შიშით ღმერთს არ უნდა ემსახურო. ამიტომ დავისახე მიზანი, გამოვიწვიოთ თქვენს სულებში თანაგრძნობა სხვის უბედურებაზე, სხვის ტკივილზე და ნუ დაელოდებით მადლიერებას. როცა ჩემთვის ყველაზე საყვარელმა უდიდესმა ბრძენებიდან მოსემ თითქმის იმ დროის ყველაზე დიდი და მდიდარი სახელმწიფოს მეფედ ყოფნისას გადაარჩინა სიკვდილისგან პატარა ებრაელი, რომელსაც ქვეყნის მთავარი მცველი ჯოხით წემდა, მან იცოდა, რომ ყველაფერს დაკარგავდა. და ის მშვენიერი და დიდებული იყო. მას ყველას წემდა პატივს. ის იყო პირველი, ვისაც ფარაონის სიკვდილის შემდეგ უნდა დაეკავებინა მისი ადგილი. ნახევრად მკვდარი პატარა ებრაელი ხვდებოდა, რომ მას დასჭიდნენ, რადგან ის უბრალოდ მცველი არ იყო, არამედ ფაქტობრივად კგბ-ს ხელმძღვანელი. მაგრამ დაიწყო მოსესა და მისი მთელი ოჯახის დაცინვა, დაფურთხება. ღმერთო, როგორ მიყვარს ასეთი ადამიანები, როგორიც მოსეა. ასეთი იყო მამაჩემიც. 5 წელი იბრძოდა ფაშისტების წინააღმდეგ. დაშავდა, მთელი სხეული ჰქონდა ნამსხვრევებით სავსე. და მერე მთელი ცხოვრების განმავლობაში კომუნისტების ხელისუფლება დევნიდა და ამცირებდა. ჩვენ ფონდში ვიწყებთ აქციას, სიბერეთ სრემლების გარეშე. თქვენი გულების მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს. შემოგვიერთდით. ბოლოს და ბოლოს ჩვენც დაუბერდებით. და რა ვიცით, ვინ დარჩება ჩვენს გვერდით და როგორი იქნება ჩვენი ფინანსური მდგომარეობა. უფლის გზები მიუწვდომელია. პირადად მოწმე ვარ ისეთი ბედის გამოვლინებისა, რაც უბრალოდ წარმოუდგენელია. ვიცი, თქვენ გიყვართ ისტორიები მკვლელობებზე, თუმცა არ მინდოდა ჩემი გამოსვლა გრძელი ყოფილიყო. უყურეთ ბოლომდე. მაგრამ მხოლოდ ისეთ ადგილას, სადაც არ შეგაწუხებენ და არც არ გეჩქარებათ, რადგან ყველაფერი ძალიან სერიოზულია. მე გამოვიყენე Google, თუმცა Wikipedia't შემეძლო გამომეყენებინა, ანუ ყველაზე ხელმისაწვდომი მასალები. სინამდვილეში ასეთი მასალა 100,000-ია ყველა ქვეყნის ისტორიაში. აი პირველი სტატია სახელწოდებით გიჟდებოდა ბიჭუნაზე. რა არის ცნობილი ამ ოჯახზე, სადაც შვილიშვილმა მოკლა ბებია და ბაბუა. მას 20 წელი მიუსაჯეს. ის დაბრუნდა ომიდან, რომელიც პუტინმა უკრაინაში წამოიწყო და მოკლა თავისი 64 წლის ბებია და 76 წლის ბაბუა. ის დაიჭირეს. არავის იმ მოხუცებული უსუსური ქართველი ბავშვებისგან არ წარმოედგინა ასეთი საშინელი ცვლილება ცხოვრებაში. მათ, როგორც ჩვენ დღეს, გეგმებიც ჰქონდათ სიმდიდრეზე და მარადიულ კეთილდღეობაზე. არც ერთ უბედურს ახალგაზრდობაში არ წარმოედგინა ცხოვრების ასეთი საშინელი დასასრული. მოხუცებიც ჩვენი ბავშვები არიან. დიახ, მათ შეიძლება ჰქონდეთ რთული ხასიათი, რომელიც განწყობას გიფუჭებთ, ჰქონდეთ ნაოჭები და მეხსიერება აღარ უვარგოდეთ. კანი კი შეხებისას არც თუ სასიამოვნო იყოს. აქ კი თქვენკენ მორბიან ბავშვები. მამა, გვიყვარხარ, მაგრამ მათ არ აქვთ თქვენ და მისი ყვარულის ნატამალიც კი. როგორც თქვენს დედას ან მამას ჰქონდა, მაგრამ მათ სათამაშოებისთვის დრო არ აქვთ. ყოველთვის დახმარება სჭირდებათ, ხოლო თქვენ თვითონ საქმეები თავზე გაყრიათ, ხომ ასეა? ადამიანის ცხოვრებაში მოდის მომენტი, როცა დღეები ნელა მიედინება, თითქმის ტკივილამდე, როცა გარდა მოგონებებისა არაფერი რჩება. არც მშობლები, არც ნათესავები, არც შვილები. მარტოობა სიბერეში, როგორც ცხოვრების დიდი დრამის ბოლოთავი. ხშირად ვხედავთ და გვერდს ვუვლით დაუცველ მოხუცებს, რომლებიც მედიკამენტებისა და პამპერსებით არიან გარემოცულნი.
თითოეულ ტაბლეტში ისინი ხედავენ არა მხოლოდ წამალს, არამედ არსებობის გახანგრძლივების გასაღებს. და თითოეულ პამპერსში არა მხოლოდ მოვლის საშუალებაა, არამედ ფარი, რომელიც იცავს მათ ღირსებასა და პატივს. ისინი პატივისცემას იმსახურებენ და თუ თქვენი ტვინი შეძლებს ამ ღვთაებრივი მცნების სულში მიღებას, ყველაფერი გამოგივათ და თქვენ გახდებით რჩეული. სრულფასოვანი ადამიანი 50 წლის შემდეგ გავხდი. დღეს ძალიან მრცხვენია, რადგან ვერ მოვასწარი მადლობის თქმა. შიმშილით შეჭირვებულების დახმარება, მათთვის წამლების შეძენა. მაპატიე უფალო. ვნანობ და ამას სხვათა შორის ყოველდღე ვაკეთებ. წლებთან ერთად მეგობრებო, ადამიანის მიერ სიცოცხლის წყურვილი მხოლოდ იზრდება, მაგრამ მისი გახანგრძლივების შესაძლებლობები კატასტროფულად მცირდება. ქართველი მოხუცები მოწმეები არიან იმისა, თუ როგორ იცვლება ჩვენს გარშემო სამყარო, როგორ იქცევიან ადამიანები, ვინც ისინი ასე უყვარდათ და ვისთვისაც სიცოცხლეს დათმობდნენ. უკანასკნელ მტრებად. მაგრამ მოხუცებს ისინი მაინც უყვართ, ხოლო ჩვენ ახალგაზრდობაში ასე არ შეგვიძლია. დღეს ვიწყებთ აქციას მარტოხელა მოხუცების გადასარჩენად, სიბერეთ სრემლების გარეშე. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მათი მხსნელები და აჩვენოთ, რომ პატივს სცემთ მათ. ბედნიერება და ჯანმრთელობა თქვენ ამ გზაზე. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მათი სიხარულის მიზეზი. იცოდეთ, ისინი ილოცებენ თქვენთვის და მათი ყოველი სიტყვა ყოველთვის მიაღწევს ღმერთამდე. მათ ცოტა რამე საჭიროებათ, წამლები, პამპერსები და ტკბილეული. დიახ, ზუსტად ისე როგორც ბავშვებს. რადგან მათთვის ჩაისთან მისაყოლებელი ორცხობილა ცხოვრების ყველაზე კეთილი და გემრიელი რამაა. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად შევძლებთ მათთვის სიხარულისა და რწმენის მინიჭებას, რომ თანამემამულეების მიერ არ არიან დავიწყებულნი. ჩვენ შევძლებთ მათთვის რამდენიმე საათის, დღის, თვის ბედნიერების გახანგრძლივებას. არ დაგავიწყდეთ ჩვენი ისტორიის გაზიარება და აი მარტოხელა მოხუცების უბედურების შესახებ თქვენმა მეგობრებმაც გაიგონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვის შესახებ გთხოვთ? საიდან მიიღოთ ინფორმაცია, ვის დარით დაეხმაროთ, ვისთვის ილოცოთ? ყველაფერი მარტივია და სულ 5 წუთსაც არ წაგართმევთ. სამაგიეროდ წინ დაგხვდებათ სიყვარულის მარადიულობა. მაგალითად, ღამით ძილის წინ გახსენით ჩვენი ფონდის საიტი სულ 5 წუთით და აირჩიეთ ერთი მოხუცი. წაიკითხეთ მისი ისტორია და რითაც შეგიძლიათ დაეხმარეთ. ლოცვით, კეთილი სიტყვებით გამოჯანმრთელებაზე, თანაგრძნობით, ხოლო თუ შესაძლებლობა გაქვთ, ასევე ფულით. თანხას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია თქვენი სინდისი, ჩვენი შემოქმედის წინაშე. ჩვენ კი გპირდებით მშვიდ, სიხარულით სავსე ძილს და სურვილების ასრულებით ახსავსე ახალ დღეს. ჩვენგან კი ერთი სურვილია, სიზმარში თავად უფალი გესტუმროთ. მეგობრებო, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თხოვნა გვაქვს თქვენთან. თუ იცით მეზობლის ან ნაცნობის უბედურების შესახებ, ჩაიდინეთ ღვთისმიერი საქმე. მოგწერეთ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე ან დაგვირეკეთ ნომერზე, რომელსაც ეკრანზე ხედავთ.